სანტა სხვათა შორის ძალიან მომეწონა ანსამბლი სევ. მე ძალიან მომეწონა. ხო, მოგეწონა. ხო, ჩვენ მე მგონი ვიყავით მათ კონცერტზე ფილარმონიაში. ძალიან საინტერესო. კარგი, აღარ ვისაუბრთ ამაზე. ეთერშია გადაცემა თქვენი შოუ. ეთერშია ქართულ ტელესივრცეში ყველაზე მაგარი გადაცემა. მე მინდა აუდიტორიას მივმართო. მოგწონთ თქვენი შოუ. კარგით რა. მე რამდენად გავხსნით? რატომ უკრავთ ტაშს? გიორგი. ჯერ ნახეთ, რას ვაკეთებთ? ვეღარ გავიგებ მე, კარგი რა არის, ცუდი რა არის, ცუდზეც ტაშს უკრავენ, კარგზეც ტაშს უკრავენ. არ დამიკრათ ტაში. გიორგი. დღეიდან არ დამიკრათ ტაში. რაგი? კარგი რა. არაფერი, ვეღარ გავიგებ, ცუდზეც ტაშს უკრავენ, კარგზეც უკრავენ. მოკლედ ეს არის. დამიკავეთ კარგზე ტაში. კარგი. მოკლედ ეს არის გადაცემა, სადაც მღერიან. ეს არის გადაცემა, სადაც ხუმრობენ. და ეს არის გადაცემა, სადაც ერთ-ერთ წამყვანს აცვია მოკლე პიჯაკი. სალტა, სანამ არ ამომასხა ერთხელაც. ძალიან ის ვარ ახლა დეპრესიული გავხდი ამ წინადადების შემდეგ და გამოაცხადე მინისტრები არა. კარგი. დღეს თქვენი შოუ სცენაზე მინისცენები იწყება. Idime, Kemužio, Udano, diktatore. Dasrafo gizment. Ailosო, შენი მადლიანი ხვა, ჩამოგაფელოთ. ორესობა ხანდახან გვალისწრება ხანდახან და დაესწრები ეს ძე. სინები გაუვი, მომატენელა ნელაო, ერთი მაგ. ერთი წუთით სალტა დაიწყო. ობოები ქართულ სოფელში. აი გამარჯობა შენი, კოჭლო გოგია. გაუმარჯო, სათვალამერაბა. რეიზა მოხვედი ჩემთან. რეიზა მოვედი და პატარა საქმე მაქვს. შენი ბოჩოვა, ჭრელი. გადმოსული იყო ჩემ ბოსტანში და გადაჯეგილია იქაურობა. მეიცა. შენ იმის თქმა გინდა რომ ჩემი ავტორიტეტი მაგ ბოჩოლაზე არ ვრცელდება, ა? აგი არა, პირველი შემთხვევა, ხო იცი შენ? შეწუხებული ვართ სოფელის შენი ბოჩოლები. ხალხი ვართ ჩვენც. კარგად იცი მაგენი ხალხიზა მიმიფურთხებია მე. არ მაინტერესებს. შენ საკადრის მიიღე, ვიცოდე კოჭლო გოგი. 100-ზე გაგზელება არ შეიძლება. ეი ბარმენო, ორ მაგირზე გამოუშვი. კარგი ჩევაჭრილი არ იყოს. შენ რა იცი რაია, ქანე გაიდას. იცოდე, წესიერად მოიქეცი, გავფრთხილებ. თუ არა რას მიზა? თუ არა და მიიღებ შენ საკადრის თქვა. ბიჭო, ძალიან მიტლიგინე ბენას. ბაბუა ჩემი სტრელოკო ოთარას იარაღით მოგიღებ ბოლოს. ჩაწიე თუ არა მიიღებ საკადრიქს მაგი იარაღიზა. რეიზა ლაპარაკობ, მასე გეუბნების აშიშია. საიდუმლო იარაღი მაქვს და შეგეშინდება მერე. რა იარაღია, გამფერი? აი, რა ეგი? შარფია. მერე ამითი რა უნდა მიქნა? შეხედე ამას. რა უნდა გიქნა, ხო? უყურე შეირს. რა შობი? უყურე შეირს. მეზობლებო! იარაღი მომიშვინა მომეთმარეთინდე!იდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. მეზობლებმა გამოიხედეს და თითქოს რაღაც ვარსკვლავები ისე კიაფობდა ცაზე, რომ ჩვენ მინისცენა მსახიობები. მერთო ჩემო. სარი, სულ ეხლა ხანს მივეცი და თითქოს მარადისობამ თვალწინ გაიფინაო. ნეტავ, ვინ უნდა იყოს ახლა ამ დროს? ვახტანგი
ნოდარი. ვახტანგ, შენ ცოცხალი ხარ, ვახტანგ. ვახტანგ, რამდენი ხანია გელოდებოდი შენ ჯარიდან დაბრუნდი, ვახტანგ, ჩემს თანახავად. ვახტანგ, ძმო! არ მომეგარო ნოდარ. კი, მაგრამ რა ხდება, ვახტანგ? მე ინკასატორად დავიწყე მუშაობა, ნოდა. როგორ თაღლითურად შემოიპარე ჩემს გულში და ჩემს სახლში. ვახტანგ, ეს როგორ გამივედე, ვახტანგ, მე შენ გენდობოდი. ნოდარ, გზიდან ჩამომეცალე, ნოდარ. მიდი, ვახტანგ, გააკეთე შენი ბინძური საქმე. მიდი, შენი ბინძური საქმე ბოლომდე მიიყვანე. გააკეთე საქმე. რიცხველი. ღმერთო ჩემო, როგორ ბრუნავს ეს უღმერთო. ჩაიწერე ციფრებში დაკარგულ ადამიანო, ვახტანგ. ნოდარ, ეს გამომართვი 50 ლარი უნდა გადაიხადო. მე არ გადავიხდი ამას, ვახტანგ. არ გადავიხდი. გადაიხდი, ნოდარ. არ გადავიხდი, ვახტანგ. გადაიხდი თქო, ნოდარ. არა, ვახტანგ. არ გადავიხდი. ნოდარ, შენ ამას გადაიხდი. გაეთრია ჩემი სახლიდან. ეს რა ჩავიდინე. ყველაფერი ჩემი ბრალია. ნოდარ, ვახტანგ. ის ისევ აქ არის. როდის დასრულდება ეს ყოველივე? ვახტანგ. ეს რა ჩავიდინე? რა? გიორგაძე? ბინაშე მეშალა. მაყურებელს რა უთხრა სანიტა? მეორე მსოფლიო ომი, გიო. Golden Artin, I slide a gun! Golden Spirit, man! Was? Morgen ist es uns gemacht. Das Scheiße, Hitler. Die schmutzigen Anlagen. Die dürfen das anholen. Die schmutzigen Alten. Die schmutzigen. Das ist meine Genonen. Die tollen an. Kievში ჩამოვიდნენ გერმანიელები, კარაჩის უმას აიდურა. სალიტა. გისმენ. მე შენგან ფეხბძიმეთ ვარ. ბრაზილიური სერიალი. როდრიგო მომისმინე. გისმენ ხუან, მე შენთვის რაღაცის თქმა მიჭირს. რა? ესე იგი შენ გაყიდე ხო ჩემი კომპანიის აქციები? კი, აქციები მე გავყიდე, მაგრამ მე სხვა რამის თქმა მიჭირს. რა? ესე იგი შენ ჩაუყარე ხო საწამლავი ჩემ ძაღლს საჭმელში? კი, მაგრამ მე სხვა რამის თქმა მიჭირს. რა? შენ ააფეთქე ხუან კარლოს მანქანა? კი, მე ავაფეთქე, მაგრამ მე შენთვის სულ სხვა რამის თქმა მიჭირს. რისი თქმა გიჭირს? რისი და ციცფრინავი. ციცფრინავი. კრიტინაბგერების თქმა გიჭირს, ხო? ციცფრინავის თქმა მიჭირს შენთვის. ჰეი, დედოფალო, ეკვეთე კამერას და გამოაცხადე. მეფე და ორი ბრძენი. მოდი ჩემთან. უძლურია თქვენი მეფე, ულევი ლაშქრის წინაშე. დიახ, ჩემი თავი უძლეველი მხედართმთავარი მეგონა, ყველაფერი მითი ყოფილა. ვერ გავწვდი მარტო ამ იმპერიას, ვერ მარტი ამ რკინის ხელით. და აი, ჩრდილოეთიდან შემოვიდა უძლეველი ურდო. სახლები დაგვიწვეს, ცოლები მოვდაცეს ბრძენო. ბავშვებს გიკლავენ! აღარ შემიძლია მარტო გავწვდე ამ ხელა პრობლემას ბრძენო მეფე თითქმის საფლავში გყავთ, მაგრამ ბოლოს თქვენი რჩევა მჭირდება, ჩემო ჭკვიანო ბრძენო, გისმენთ! შენ რა სიტყვი?
სალტა, მოდი, ან ჯოჯოხეთის სურათები დავათვალიეროთ, ან უსიერთყეში გავისეიროთ მე და შენ. იაპონელი მუსიკის მასწავლებელი. ექიმების კონსილიუმი. კიდე? ექიმების კონსილიუმი. პაციენტს აწუხებს, მაინც უფრო ღვიძლი აწუხებს პაციენტს. ეხლა რა არის? ეხლა ღვიძლზე ზღვის პროდუქტებში ეხლა იოდია და ღვიძლი არის მაგები. ვაცაცა თუ შეიძლება. მე უფრო გულს ვიტყოდი, იმიტომ რომ გულს ეხლა გულზე გახეხილი ფეხი რო ჩაუყარო, ხო ესე გულზე არის მისწრება, იმიტომ რომ თავისებური რა გვაცადეთ თუ შეიძლება. სისხლი რო გადაუსხათ, იმიტომ რომ თვითონ ეხლა ბროწეული არის გემოგლობინი, გაიგე წითელი წვენი და სავსე არის თირკმელი ხوار თირკმელი ეხლა მაგას 100 კილის წვენი რო უნდა შლაკებს და იმას თელ ფერმენტები რაც არის ყველაფერი გამოვიდა. ტვინი არის მე მგონი გათიშული მარცხენა ნახევარსფეროში რა. მაგას ტვინზე ეხლა შოკოლადე არის კაკაოთი გაჯერებული და ერთი წუთი მე ვაბარო დაწექი საოპერაციოზო და მოვალ ექიმებმა უფრო იცის თუ შე. მე დეპრესიაში ვარ. მე ვერ გამოაცხადებ ამ მინისცენს წავედი. მინისენა კილერი. დიახ ბოს. კი ვხედავ. რა თქმა უნდა გავანადგურებ. ერთი საათის შემდეგ 2 საათის შემდეგ 4 დღის შემდეგ 2 კვირის შემდეგ 5 თვის შემდეგ 1 წლის შემდეგ 5 წლის შემდეგ 60 წლის შემდეგ დავალება შევასრულებ. ექსკლუზიურად ჩვენს გადაცემაში თვითფრინავის სტუდიაში. საინტერესო მატჩი, რომელმაც გარკვეული ინტერესი გამოიწვია და მე თქმა საფეხბურთო წრეებში, არა მარტო საფეხბურთო წრეებში, ეს ფეხბურთელი სერიალზე გადამივიდე, რა იცი რა მაგარი სერიაა დღეს, გეხოცები რა. ტელემუნდო წარმოგიდგე. ალისიას სერიალში ყლეჩატი კატა. გორგი. ასაკეთებ. რა არის? გიორგი 122 სერია ესე მატყუებდი? ეს ის არ არის, რასაც ჩემი ფიქრობ, ხო იცი? Salta, ¿por qué? კარგით. ადამიანები, რომლებიც სერიალს ახმოვანებენ, მაგრამ არ ჩანან. ვალერი კორშია და ქალბატონი ნატო გაგნიძე თქვენი შოუს სცენაზე. როგორ ბრძანდებით პირველ რიგში? გადასარევად. მადლობ, კარგად, უბრალოდ მე რაღაც მინდა გითხრა. რა უნდა მითხრათ? გიორგი. მე დედა შენი ვარ.
კარგი, რახანასია მეც მინდა რაღაც გითხრა, გიორგი. ეს არ იყო სიმართლე, რაც ნატომ გითხრა, დედა შენი მე ვარ. დაგიჭირეთ ტყუილზე. ეს მე ვარ დედა ჩემი. აიცი. სულ მინდოდა რომ ესე დაგეწოს თუმცა სამარი. მაგრამ მე ზუსტად ვიცი დედა ჩემი ვინ არის და აქედან მოვიკითხავ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის რომ მობზადით ჩვენთან. და ჩვენ რაღაც პატარა ასე ვთქვათ სკეჩი, უმორწმუნე ნომერი მოვიფიქრეთ, რაშიც გვჭირდება თქვენი დახმარება. შეგვიძლია? თუ რა შეგიძლია დაგეხმაროთ. ელემუნდო წარმოგიდგენთ. შალვა. როგორც იქნა ის ჩემს ხელშია. აქ რა ხდება? ეს ის არ არის, რასაც ჩემ ფიქრობ. ესე იგი ამდენი ხანი მათხოვებდი ხომ? არა. უბრალოდ დავსურე მეტი არაფერი. კაი ცხოვრების დროს იყიდა ბაბუა ჩემო და სიკვდილის წინ მაჩუქა. მომეციე კარაქიანი პური. არა, ვერ მოგცე. გახსოვდეს რომ კარაქიან პურს ყოველთვის ბარკალი მოსდევს. მთავარია გჯეროდეს. ო გმერთო ჩემო, ეს რა მჭირს? თაბრუმე ხვევა. სხეულს ვეღარ ვაკონტროლებ. ეთყობა ძალიან მშია. შიმშილი, ბურუსი, ვაი. რა გჭირს შალვანდრა? გონც მოდი. გამოფხიზლდი. ვაიმე, სად ვარ, არაფერი არ მახსოვს. ვინ ვარ? შენ შალვა ხარ, ნაციონალი. ჩვენი მეგობარი. წამოდი. ჩვენს მთავარ ოფისში წაგიყვან. ცოტა დაისვენე. სერხიო მომისმინე. ნაციონალ როდრიგესებმა შალვანდრა წაგვართვეს და თავგზა აურიეს. რამე უნდა ვიღონოთ? ეს სადაგვემართა, სასწრაფო ჩური უნდა ვიძიოთ. ჩუმად იყავი, ვიღაც მოდის. ნუ გეშინია. ეს ჩვენიანია. მომისმინე. დროა რაღაც გითხრა. გისმენ? რაშია საქმე? რაშია საქმე და მე მამა შენი ვარ. ხო, კაი, კაცო, ეს ხო ისედაც ვიცოდი. ახალი ამბავი გაიგე? რა ამბავი? რა ამბავი და ვიღაც მოუყვანიათ ჩვენს რანჩოზე. გატეხილი ბრაზილიურით ლაპარაკობს. აი ისიც. არაფერი არ ახსოვს. მხოლოდ აი ამას ამბობს. ვიდიმე, კემუჯიო, ტუდანო, დიქტატორე. ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. უნდა გადავმალოთ სასწრაფოდ. ჩუმად იყავით, ვიღაც მოდის. ნუ გეშინია. ეს ჩვენიანია. შალვანდრა. წადი ცხენებს თივა დაუყარე. რომელი თივა, რომელიც ამ მთავრობამ გააძვირა? ამას მე მგონი ნელ-ნელა რაღაცეები ახსენდება. სასწრაფოდ აქედან უნდა წავიყვანო. აი თითქმის უკვე მივადექით ნაციონალების რანჩოს. კი, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ორს გაგვიჭირდება მათთან ბრძოლა. დაგვიბრუნეთ ჩვენი შალვანდრა. ვინ შალვანდრა? გონება აქვს არეული და ეს ყველაფერი ბაბუა შენის ბრალია. შალვანდრა, you are not table. You are შალვანდრა. ხო, გაიხსენე ყველაფერი და დაგვიბრუნდი. ძალიან. ყველაფერი გამახსენდა. სერხიო, როდრიგო, ძმებო. ამას სასე არ დავტოვებ. ხელი გამიშვით. პასუხს აგებ. არ დავტოვებ მეთქი ამას. მე სამხრეთის დედოფალი ვარ.
მე ვარ ტერესა მენდოზა. მე დაგეხმარება. შენ ვიცი, დენის გადასახადს რატომ მიაბეს დასუფთავების გადასახადი? დენის გადასახადს რატომ მიაბეს დასუფთავება? ხო. ანუ ჩვენ ხო თურქ-სელჩუკები გვესეოდნენ ხოლმე. და ხან ვაზი აგვიჩეხეს, ხან ვიღაცები მოგტაცეს, ხან რა ვიცი, დაგვიპყრეს. ხო. აი მაგიტო. აი რა შუაშია, გიორგი. რა ვიცი, ხო ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. საინფორმაციო ცენტრი 112. ალო გამარჯობა. ალო გამარჯობა. სახანძრო სამაშველო სამსახური გისმენ. სახანძრო სამაშველო სამსახური გისმენ. ჩემზე მოცარტულზე არის ხანძარი. ჩემზე მოცარტულზე. ჩემზე მოცარტულზე არის ხანძარი. ეხლა რა არის იცი? ეხლა რა არის იცი? თვითონ მასალა არის მაკაგონი. ოდა ცეცხლი წაიგი და ადვილად. ვაიმე დამეწვა გული გამოვდივარ. დიახ, საპატრულო სამსახური გისმენ. საპატრულო დიახ, გისმენ. კაი გამარჯობა შენი ჩემო კარგო. კაი გამარჯობა შენი ჩემო კარგო. გისმენ. იცით რა, მე ვრეკავ უცხოეთისგან. ოდა მე მინდა რომ ერთი შენთან ერთად ვიმღერო. შეიძლება? ალო სასწრაფო გისმენ. სასწრაფო გისმენ. ალო რა არის იცით? ალო რა არის იცით? კაცია თუ ხალი. აქ ხალე სუკერკურნალო. რამდენი წლის არის? რამდენი და ბესპიცი პაჭი. მისამართი გითხარი, დაწუჩი მანდვარ. მისამართი მანდვარ. ეხლა მოხვალ თქვენ თუ პოლიციას დამოწახო ვერ გამიგარ ჩაწუქეს გული 1000 კითხვა რომ დამისუდა და კაც მოგდება ამდენ შეკითხვების დასმაში ვერ გამიგე მითხარით მისამართი მითხარით მოგითხარ ვინაით შემეგობარი მეწყი ვინმარ მე არ შეაწუხებ გო სასწავლო და სანტრაფონა გერგვა თვითონ ზანტები ხარ თუ ყველანე გეზარება დაგ მოსვლა დამისყა ზაგადაიკო ვერ რა ხდება მანდვარ ალო გამარჯობა. სახანძრო სამაშველო სამსახური გისმენ. სახანძრო სამაშველო სამსახური გისმენ. აი გამარჯობა შენი ჩემო ოქრო კაცო ჩემო საყვარელო ადამიანო იცით რა მე ახლა ვრეკავ ფილმიდან რა ფილმაში ვარ და შენთან ერთად მინდა ერთი კარგი ქართული ტაშოშიანი სიმღერა ვიმღერო შეიძლება გენაცვლე დიახ, საპატრულო სამსახური გისმენ. საპატრულო დიახ, გისმენ. ესე იგი 2 წუთიც დამესწრენ თავს. 2 წუთიც დამესწრენ. ეხლა თვითონ სახეზე არ მახსოვს, მაგრამ ნიღაბი ეგეთა შალის გაიგე? თვითონ შალი ატარებს საერთო სულკალდა. 2 წუთიც სულკალდა. ალო სასწრაფო გისმენ. სასწრაფო გისმენ. აი ლოცო შენი მადლიანი ხმა შემოგართელოთ. ესე იგი მე ვრეკავ ახლა უცხოეთიდან და ძალიან მინდა რომ თქვენთან ერთად ვიმღერო ერთი კარგი ტაშოშია სიმღერა. შეიძლება შენი ძირი მე? კი ბატონო, არ არის პრობლემა. ჟუჟუნაცვი მოვიდა ნიდი მილდორი დანამა შენტი დანამა ნიდი მილდორი დანამა ეხლა კი თქვენს წინაშე წარსდგება რა საკეთებ გიორგი? ვაცხადებ. რატო არ მასწი გამოცხადებას? როგორ არ გაცნე? კონკურენტად ვთვლი და არ მასწი ხო გამოცხადებას? დასიშავს ეხლა შენ მაეჭვიანობა დამღალა ხარ. ყველა კაცი ერთნაირია. ყველა კაცი ერთნაირია ხო? ანუ ყველა კაცი ერთნაირია ხარ? ყველა კაცი ერთნაირია ხო? ყველა კაცი ერთნაირია? მათში შემოდი 1 წუთი.
ყველა კაცი ერთნაირია, ხო? ყველა კაცი ერთნაირია, გაყევი მაჩვი. თქვენ შოუში ახალი რუბრიკა. მოგესალმებით, მოგეხსენებათ, დღეს არის კვების საერთაშორისო დღე და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დღეს გავესაუბრებით ცნობილ ექსპერტსა და დიეტოლოგს ლევან კვაჭანტირაძეს. მოგესალმებით, ბატონ ლევან. მოგესალმებით და მოგილოცავთ პირველ რიგში ამ დღეს, იმიტომ რომ მიულოცავ ქართულ საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. მე ვფიქრობ, რომ ქართველებმა უნდა მივხედოთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ განადგურებული ვარ საერთოდ საკვები. ამიტომ სწორედ კვებას ხანდახან გვავიწყდება ხოლმე. ზუსტად ეს დღე ეძღვნება სწორედ კვებას. დიახ. რა სიტყვით ქართულ სამზარეულოზე? ქართული სამზარეულო თქვენც მოგეხსენებათ, რომ ძალიან მრავალფეროვანია. რაც თავარია გამოირჩევა სიტყვა საჭმელი. ტურისტები პირველ რიგში რო ჩამოვლენ, ალბათ თუ კითხავთ პირველ რიგში გეტყვიათ ხაჭაპურს, ხინკალს, მწვადს, რაც მათთვის ძალიან აქტუალურია პირველ რიგში, რასაც ჭამენ ხოლმე საქართველოში. რამდენად მოიცავს ის სწორად კვების საკითხს, ვთქვათ, ითვალისწინებს კი. ცით რა არის, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ აქ უკვე შემწვალთან გვაქვს საქმე, შემწვალი არ მიიჩნევა, რომ არის სწორი საკვები. სწორი საკვები მე ვფიქრობ, რომ არის რაც თავარია, ხშირ-ხშირად უნდა ვიკვებოთ და რაც უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ნატურალური ვჭამოთ, იმიტომ რომ დღეს გვაკლია სოფლიოში, არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში არის კრიზისი იმისი, რომ ნატურალური საჭმელი, ის იქნება ხაჭორძე, ნებისმიერი ბოსტნეული, აი ყველაფერი უკვე რაღაცა ისეთია, ქიმიურად არის უკვე ანგრეული და ხერეული. რაც უკვე აუგმენ ისე, იმიტომ რომ ის გამოებას ადამიანს ბევრ კალორიას ყავს, შესაბამისად გული კარგადიდან ამ ინსტინქტად გამოვა და აუცილებლად რამის მისწევა, თუნდაც იქნება წილი, ბოსტნეული, მაწოლი, ხაჭო, არ ნებისმიერი რამე რაც შეიძლება რომ შეჭამო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ვთქვათ, რა საკიდან ურჩევთ, რომ დაიწყონ კონტროლი თავიანთი კვების ადამიანებს? ცნობილი ფაქტია, ეს ფსიქოლოგებმა თქვეს, ეს ჩემი 5 წლიდან, 6 წლიდან ბავშვები უკვე საზოგადოებისგან წევრი ხდებიან, როდესაც იტყვიან მე თვითონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან იმ დღიდან მოყოლებული, მშობლებიც უნდა დაეხმარონ, რა თქმა უნდა, ბავშვმაც და დიდმაც უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ოჯახში იყოს სწორად კვება. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ მშობელმა თვითონ მისაყოფნის პერიოდიდანაც უნდა იზრუნოს თავის კვებაზე, რომ შემდეგ კარგად აისახოს ბავშვზე. ამასთან დაკავშირებით ხასიათი ალბათ გარეგნულად საკმაოდ ბევრი დიეტა მაქვს შემდეგ ეხლა ფაქტორის ერთ-ერთ აქტიურ დიეტაზე ვარ სპორტებაზე ასე ვიტყვი და ძალიან მნიშვნელოვანია ანუ ბოსტნეული რა თქმა უნდა ადამიანი ხა ერთხელ ცხოვრობს და ყველაფერი აუცილებლად რაც შეიძლება იმიტომ რომ როცა გემრიელს ხედავ გიწდება რაღაც მოგდის ნერვი და გვინდება კი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ამის უფლებაც უნდა მივცეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია დოზა არის მნიშვნელოვანი, არ უნდა გადავაჭარბოთ და შეუძლია ჩვენს ქართველ მაყურებლებს ქართველებს მოვიდნენ აი ამ ნახავთ მაგიდები გას, საჭმელი, უფლებები სადაც კონკრეტული სალტა, რა უნდა გითხო, იცი? შენ ქართული ფილმებიდან რომელ პერსონაჟს გაგონებ? დათა თუთაშხიასკიო. ეგრეც ვიცოდი. არავის საქმეში არ ვერევი, მე და ნუ ვიჩარევა ჩემს საქმეში, მაინც და მაინც. კარგად ვაკეთებ იმას. და მე რომელი ინდური ფილმის პერსონაჟს გავარაბა? შენ ამიტაბ ყბაჩანის. რა. აი, რა გეწყინა ახლა? სალტა. ქართული ფილმების ბოლივუდური ვერსია. ჩვენი ერმამა ისმა გული გამიხალისა სუნელებამ დამათრო ვარდისია სამნისა. Прекрасный май сердцу мою обрадовал. Запахом белья пьян розы и жасмина.
Петай песни поются об абазели-дели, дели-делим-делим-деле. რაჯა რა მოგივიდა აუ გაშტერდა ამას ახლა შემონაწონება სჭირდება რაჯა ნახე როგორ მოგაიარა სულ ბაკაბუკით დადის შემიყვარდა მახარაჯა ეს გოგო შემიყვარდა თუ შეგიყვარდა უნდა ვუმღეროთ თავისთავად არ გამოჩენილა მახარაჯა არ შემიძლია მიყვარს შენ დაგეძებდი თუ ბინდია ავადავარ გულში ცეცხლი მინდია აქი მოვასი სინგაჯი გაფხუ ზიტა გიდა არგუ მეზობებო გამოდი რა ხდება რა ამბავია რა ხდება და ამათმა ჩემს სერენადა უმღერეს ჩემს შვილს სერენადა უმღერეს არა შემი ბრალია რაჯა ეტობა რეს ვერ დავჭიმე კარგი რა შენ ლაშოში ხარ რამდენი ხანია ერთად არ მიმღერია მიმღერა ჩვენ დოლოკინა მახარაჯა მახარაჯა მოკლეს მახარაჯა მოკლეს წეული მციხავ ბავშან მაგდი წეული მციხავს ნაშიერი შენი მახარაჯა შენ ცოცხალი ხარ? მე ცვალებული აკა! თავისთავად არ გამოჩენილა? არა. რაჯა სასწრაფოდი არაღი გვჭირდება სად უნდა ვიშოვოთ იარაღი? რაჯკაპურთან რაჯკაპური ვინ არის? რაჯკაპური ვინ არის? ვინ იყო ის ვინც პირველმა იმღერა? ჯიმი ჯიმი აჯა აჯა მახარული რაჯკაპური ვინ იყო ის ვინც პირველმა გააკეთა? დიშ 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 რაჯკაპური რაჯკაპური კარგი წავიდეთ რაჯკაპურთან ამ ყველაფერში 7000 დრახმა მინდა 7000 დრახმა? სად ვიშოვოთ ამდენი ფული? მე არ ვიცი მე ეგრევე მუშაობ ფულის მაგივრად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ სხვა რა უნდა იყოს რომ რა და აგერ შარვალში დოლოკინა დოლოკი და ყოველი თვის ბოლო სამაიერო თქვენ გინდათ ჩემი ფული მე თქვენს დოლოკინა დოლოკი ვის უბრედავ ბიჭო
კარგი, წავიდეთ ზიტას სახთან. ჩემი სიყვარული უნდა ვნახო. არავის ცეკვაში არ ვერავი მე და ნურცნურავი ჩაერავა ჩემ ცეკვაში. მე ეს რაკენი რუჯუნა ეს? რა ხდება და მე ეს გოგო მიყვარს. არ გაგატან, ჯერ პატარაა და გათხოვების დრო არ არის. მე და ზიტას ბავშვები და გვიყვარს ერთმანეთი. რა ვქნა ძმაო, თქვენ გათხოვება არ გინდათ, ამას თავის დანებება. მე კიდე კრიშნა არ ვარ სასწაული მოვაყიდო. სამწუხარშვილი კაპური ვარ. ვიდოს? გოგო რას გიქოს? მიყვარს. მოიცა! აჰა, გოგო. ხალი, ჩვენთან დარჩა. თავზე ვერ გამოჩენ? არა! Don't you know? Don't you know? სანდა გოგო მოუწონს და რაღაც ორიგინალური მინდა რომ აჩუქო. წონაში რომ დაიკლო. არა, ეგ შარშან დაბადების მის დაბადების დღეზე გავაკეთე უკვე. გაბრაზა დაგშორდა და უკან დაგიბრუნა, ხო? აი, ბუნიში. კარგი, თალკე დაგელაპარაკებ. ორიგინალური ნომერი თქვენ შორში. ეს საქართველოა, გადამდელოა, შენდება ყველაფერი. განახლებული მესტია, განახლებული თაობა, მუშაობს ეს თავრობა. ჩაიცვით ხილამურები, გათხოვებ თუ არ გაშვები. ემშვიდობები მთას და ესალმების ზღვას. ბათუმი ქუს, უმეყარები თუ მოდი, აქ შევისვენო და გავერთო. მოგესალმებათ ბათუმი, მოგესალმებათ შავი ზღვა. დაგძლებული ბულვარი, ანაკისკენ გაგიცხვა. ჯერ ყველაფერი წინ არის, და სანახავიც ბევრი გვაქვს. ველოსიპედის პირიქით, გუდარისისკენ გაიცხვა. აქ არის ვიკენდიო, ვიკენდია, ვიკენდია. ეს ხალხ თეთრი ხიდია, აქ არის სასაფლია. სადაა, ეხტები სად მოხდი, ნეტა ეს რა ქალაქია. ცოტა გიდავიბენი, მე მგონი სხვაგან მოხდი, რა ხდება, რა ამბავია. სად მოდიხარ, იქნება პატიო, მე ხო საქართველო უნდა ვაპიარო. ნაზუკი სუნია, ამაგი კიდია, ფიზიკურად პატარა, გული კი მართლაც დიდია. შემოსიმები გაუვი, მოხმართენელა ნელაო, ერთი მაგარის რომ გაწნეს, მაშინ მე უნდა შველაო. არიგოს ხაშურია, ვეთელი დაკოფილია, ვასეკა შეგავხინდელი, ლექონცა შეს
გასაშორია Georgia, wow! Es home Canalia, es home Cajetia. Chomsina bigau, mama la nela, magari son cantares más da sela. Chomsina bigau, mama la nela, magari son cantares más da sela. Es home Felicia. სანდა, ერთი წინადადება მაქვს შენთან. გისმენ. მოდი მე ვიმღერებ, შენ იცეკვე. კარგი. იმიტომ რომ მე მგონი ესე ჯობია. კაი. უყურე? Sangala da gogona, sangala gogona. რა? იცი რა, მე მგონი სხვანაირად ჯობია. არა, კი კარგად ცეკვა ხო, ხო ეწოდება. ან მე მგონი ჯობია რომ მე ვიცეკო და შენ იმღერო. კარგი. მიდივა. Sangala da gogona, sangala gogona, sangala da gogona. იორგი. რა? ესა, მოდი იცი რა. ესე იგი, მე ვიმღერებ და მე ვიცეკვებ. აჰა, მომინდომე, ანუ შენ მე ვიმღერო და უნდა იცეკო სულ, ხო? ხო. ეგ მომინდომე ხა? რა? მე არ ვიცი ამაში რა არ მოეწონა ამ გოგოს. აი ამ ცეკვაში. თქვენი შოუს სტუმრები დღეს კახაბერი და ხანუმები. გთხოვთ მიესალმოთ. როგორ ბრძანდებით? შვენივრად გამოიკვეთებით? როგორც მართავს შვენივრად, ხო? ძალიან კარგი, მივესალმოთ. სპეციალურად თქვენი შოუსთვის ჩაიცი, ხო? სპეციალურად გამოვეცი. ხო. კახაბერ, ანუ რითი დავიწყებ შენთან საუბარს? ანუ მე ვიცი რომ ბათუმელი ხარ, ხო შენ? კი, მზიანი აჭარიდან. აჰა. და რა მაინტერესებს, პირადობის მოწმობაში მისამართი აგიწერია ბათუმი, ნიცა თუ ბარსელონა? სხვადასხვა იმდენად რამდენად მიქსებზე ვარ გადასული, ახლა დამიქსულია ეს ყველაფერი ბათუმში. შეიძლება ითქვას. ასე რომ ყველაფერს ერთად შეიცავს მაშინ სადამე. მე სხვადასხვა ძალიან მომწონს რასაც აკეთებ. სულ დიდი მსმენელი ვარ. არა მარტო მე, აქ ყოფი აუდიტორიაც, ხო? ძალიან დიდი მადლობა, იმიტომაც ვაკეთებ პრინციპში ამ ყველაფერს. მე ანუ მოვისმინე თხამ შეჭამა ვენახი, ხო? კი, თხამ ვენახი შეჭამა. თხამ ვენახი შეჭამა. და მოუთმენ ნათველი თხა და გიგოს რემიქსი. თხა და გიგოსი არის, მაგრამ ბევრი საინტერესო იქნება უეჭველი. მასშიც გამოერევა ალბათ თხა და გიგოც და ასე. თხა და გიგო. ის ყველაფერი რაც ქართულია, მოხდება ყველაფერი ჩვენს ხო, არა, ეს პროგრამაში. მობრძანეთ თუ შეიძლება. მე მგონი ჩვენ სტუმარს ხუმრობა არ წელია, იმიტომ რომ მორციცის და მივესალმოთ ტაშით. ხუმრობა არ წელია. მე ვიცი რომ ყავს, ანუ შენ ხარ ჩოხაში, ყავს ხანუმები, მაგრამ რაღაცა აკლია. აი მაგალითად, შუაში რომ ძიგძიგებდნენ ურჩი ბატონები. ურჩი ბატონები. ურჩი ბატონები რომ ცეკვავდნენ რა. შეიძლება მაგას საინტერესო იქნება, ხო? მე ანუ ხანუმები ყავს, ხო? მოიყვანოთ სტუდიაში. როგორ პუბლიკა მოითხოვს? პუბლიკა მოითხოვს რომ ხანუმები იყვნენ აქ. მობრძანდით, გამარჯობათ გოგოდებო. მე მაქვს ერთი წინადადება. სამნი არიან, ხო? კი. მე მყავს მე ერთი ხანუმა და გაგხვედრეთ ჩემი. ხო. შოუს ხანუმა. თქვენი შოუს ხანუმა სტუდიაში.
გადაგვიყეთ. გადაგვიყეთ. რა მაგარი ის არის რა ქვია. ძალიან მაგარია. აუცილებლად მე ვფიქრობდი აი რა აკლდა ამ იმას რა, ანუ ხანუმები, ურჩიბატონებიც ქვეყოლება დამწუნე. მაჩვი შეგიძლია დაგტო? რა ქვია იქნება? ამას ამ ხანუმა შეგიფუთავთ და გადაცემას გაგატანეთ. მე ერთ-ერთ შოუში რო დამჭირდეს ხომ მათხოვებთ. კი, რა თქმა უნდა. თქვენ ხანუმას. კი. საინტერესო. ერთი თხოვნა მაქვს. შენთან. აი შეგიძლია იქ გამოხვიდე და მთელი ერის გასაგონად თქვა რომ ამ ბანდს შოუში მეორედ აღარ მოხვალ. და ამოჭერით თქო. იმიტომ რომ გვაწუხებენ ვიღაცები მოდიან, სტუმრად მოგვიწვიეთ. ჩემი თხოვნა იქნება ხო, რომ ეხლა იქნებ გავაკეთე. ცენტრალური პოზიციიდან? კი, ცენტრალური პოზიციიდან. ესე იგი როგორ იყო? ეს რა ხდება საერთოდ? მე ამ ბანდს შოუში მეტი აღარ მოვალ. არა, ამოჭერით. და ამოჭერით. შესანიშნავი იყო, ტაშტიასო. მაშასე, კახაბერი და ხანუმები, სპეციალურად თქვენი შოუსთვის. მაგრად გაერთობით დღეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევს.
გადაცემა თქვენი შოუ. ამოსახელო ჩვენ კлау შევხვდებით ერთმანეთს. ვიყურეთ, რითი გადავაცემთ.
შეჭამე